სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით, მეგობრებო. წმინდა იოანე კრონშტანტელი, ეს არის საუბარი წმინდა ლიტურგიის, ანუ წირვის შესახებ. ძალიან საინტერესოა, მეგობრებო, და მინდა გთხოვოთ, რომ ესე იგი მოусმინოთ. მე მაქვს 5 თუ 6 ნაწილისგან შედგება სრულად, ესე იგი თავიდან ბოლომდე რა ხდება წირვაზე, მოკლედ წირვის გამარტება სრულად მაქვს არღზე, შეგიძლიათ შებრძანდეთ და ესე იგი მოусმინოთ და ეხლა ასევე ჩვენ მოკლედ განვიხილავთ, ასე ვთქვათ, წირვის შესახებ და ლიტურგიის შესახებ. წმინდა იოანე კრონშტანტელი. მთელი მსოფლიოს ძვირფასეულობა რომ შეაგროვოთ და სასწორის ერთ მხარეს დააწყოთ, მეორე მხარეს კი ლიტურგია დადოთ, საღმრთო ლიტურგიის მხარე გადაწყვეტს. ოღონდ ადამიანს სანამ არ წაერთმევა ეს ბედნიერება არ ესმის რა განძის ფლობელი იყო. მეგობრებო, სამწუხაროდ კაცი არ აფასებს არც მზეს, არც ჰაერს და არც სინათლეს. დადგება ბნელი, წაერთმევა ჰაერი და ვეღარაფრით შეძლებს სუნთქვას. მაშინღა შეიგნებს და მაშინღა დააფასებს ადამიანი იმას, რასაც ფლობდა და რაც დაკარგა. ის, ვისაც საშუალება აქვს დაესწროს საღმრთო ლიტურგიას, წირვაზე არ დადის, გესმით, ვინც დადის, ისიც უყურადღებო დგას, გაფანტული რაც ყოფითი საფიქრალი, ესე იგი მოუტანია ტაძარში მოაქვს და ესე იგი ფიქრობს, აი როდის დამთავრდება, ესე იგი დგას, იტანჯება და ესე იგი ზოგი საჭმელზე ფიქრობს, ზოგი სამსახურის თანაშრომელზე ფიქრობს, ზოგი რა ვიცი 1000 რაღაცაზე ფიქრობს, ოღონდ აი გარდა ესე იგი წირვა იქ არ არის. ეხლა რატომ ხდება ასე? მეგობრებო, იმიტომ რომ კაცი არ უფიქრდება, რა არის ლიტურგია, ნუ წირვა, ხო? ეხლა საწყდად არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ღმერთმა შემინდოს და მაპატიოს, მაგრამ ადამიანები წლებით განმავლობაში დადიან წირვაზე და არ იციან თუ რა ხდება წირვაზე, რატომ ესე გამოდის იქ ჩრდილო კარები, აღსავლის კარები, საერთოდ რა არის აღსავლის კარები, რატო შედის იქ სატრაპეზო, ნუ მოკლედ რა ხდება მთელი წირვის განმავლობაში. უბრალოდ დგას ის. ანუ ადამიანს არ ესმის მის თვალწინ ასრულებული უდიდესი საიდუმლოს მთელი სიღრმე, მეგობრებო, და სერიოზულობა, ასე თქვა. მაშინ, როდესაც სასწაულთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სასწაული სწორედ ის არის საღმრთო ლიტურგია. წირვა, ხო, ანუ საღმრთო ლიტურგიის ამ საიდუმლოს გამო ანათებს ცაზე დღისით მზე, მეგობრებო, ღამით კი მთვარე თავის ნათელს გამოსცემს, ურაცხელი ზეციური ვარსკვლავი მიწასაც ამის გამო გამოაქვს ნაყოფი და პურითაც ამის გამო ვიკვებებით. ვიმეორებ, მიწა მხოლოდ იმისათვის იძლევა ნაყოფს პურსა და ყურძენს, რომ ყოველდღე ლიტურგიის აღსრულების ჟამს წმინდა ტრაპეზზე პური დაღვინო შეიწირება. ჩვენ კი არ გვაძლევს ჩვენთვის ცოდვით მოწყულთათვის, ასე ვთქვათ, კი არ მოაქვს მიწას თავისი ძღვენი. ანუ ჩვენ ესე იგი ესე ვთქვათ არ ვღირვართ ჩვენ ამათ, რომ მიწა ნაყოფს უსისხლო მსხვერპლის შესაწირად გვაძლევს და მოგწევს მანამ სანამ დედამიწაზე საღმრთო ლიტურგია აღესრულება. არ ექნება ლიტურგია და მზე დაბნელდება, აღარც მიწა გამოიღებს ნაყოფს. ახლა გიამბობ თუ ვინ და როგორ აღასრულა სულ პირველად საღმრთო ლიტურგია. სუფევს ზეცაში მზე
სიმართლისა მარადიული უქმნელი თავი თვისით მანათობელი რომლიდანაც დაუსაბამო შუქი იღვრება. მზე ეს მამა ღმერთია და ამ ყოვლად ნათელი მზისაგან მოდის საღვთო სხივი ძე ღმერთი. ეს საღვთო სხივია სხივის საკვირველი ნათლისა. მან ესე ვთქვათ აღანთო დედამიწაზე საოცარი კანდელი ზეთით კი არ აღუსია იგი, არამედ თავისი საღვთო უბიწო სისხლით. სწორედ ეს გახლავთ საღვთო ლიტურგია და სულ პირველად ის უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღასრულა სიონის ქორში საიდუმლო სერობისას. პირველ ლიტურგიას ასე აღწერენ წმინდა მამები. აიღო პური, არა პური, ანუ პური კი არ აუღია იესო ქრისტეს თავისი ყოვლად უბიწო ხელით. შენ ცოდვილო სულო, შენ აგიყვანა მაცხოვარმა თავის წმინდა ხელში. აღაპყრო თვალნის ზეცად უჩვენა მამას ჩვენი ცოდვილი სული და თქვა, ჩემი სისხლი და ჯვარზე ვნებით გამოვისყიდი მას, მის ცოდვებსაც მე ვიტვირთავ. შემდეგ იესო ქრისტემ წარმოთქვა, მიიღეთ და ჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი. აკურთხა პური და თითქოს თავისი ჯვარზე სიკვდილის მოლოდინში გამოსაძა, ესე იგი მასზე ნიშანი, ხო, აი ჯვარის სახისა, ხო? და მერე აიღო ღვინიანი თასი, აკურთხა, აღიხილნა თვალნის ზეცა და თავის მოწაფეებს რომ უწვდიდა თქვა, სულ ამისგან ესე არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა. ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემთან. ამას ყოველთვის გააკეთეთო ესო ჩემ მოსახსენებლად, ხო? ანუ ყოველ კვირას წირვაზე ისე იგი მსხვერპლი იწირება, უსისხლობს მსხვერპლს წირავ ჩვენ, ხო? და ადამიანმა უნდა დადიოდეს, უნდა ეზარებოდეს, რა თქმა უნდა. ზოგი ამბობს, აი მაცალე კაც მთელი კვირა მუშაობდა, ეხლა ესე იგი დამინდა დავიძინო ერთი კვირა მაქვს, ერთი კვირა დღე მაქვს და ამავდროულად ჩვენ უნდა გავრბოდეთ, ჩვენ უნდა ვიხვეწებოდეთ, ჩვენ უნდა ესე იგი 9 საათზე იწყება, ხო, ყველა მოქმედ ტაძარში საქართველოს მასშტაბით, ხო, ეკლესიაში ყველგან იწყება 9, ნუ ზოგან 10-ზე იწყება, ზოგჯერ 9-ზე, უნდა მივიდეთ 15 წუთით ადრე, მივიდეთ, განთავისუფლდეთ, უნდა ჩამოვიდეთ აი დედამიწიდან საერთოდ და უნდა დავრჩეთ ჩვენი სიხარული, ჩვენი პრობლემები, ჩვენი რა ვიცი, განსასწრებლები, სესხები, თუ იპოთეკები და მოკლედ ყველაფერი დავტოვოთ, გავაჩეროთ დრო და მხოლოდ მე და ქრისტე. აი მე დგავარ წირვაზე. მე უსმენ, ხო, გალობლებია, რა ხდება წირვაზე, უსმენ სახარებას, ხო, ფსალმუნებს, ტროპარი დღის და ასე შემდეგ, მოკლედ და აი ეს საათნახევარი, ესე იგი კვირაში ერთხელ ადამიანმა უნდა მივიდეს აუცილებლად, სანამ ჯერ კიდევ სული ხორცი გვაქვს და ცოცხლები ვართ. ყველა ჯვარი მწერია, მაგრამ როდის გავალთ ამ ქვეყნიდან, როდის გაგვიყვანს უფალი ამ ქვეყნიდან, არავინმა არ იცის. ამიტომ არ დავიზაროთ, მეგობრებო, მესმის ადამიანზე ზარება და ასევე ეშმაკი ებრძვის მას, მაგრამ ხშირად ჩვენ ეშმაკსაც ვაბრალებთ ამას. ჩვენი მეტწილად ჩვენი ბრალია და იმიტომ რომ ზარმაცები ვართ. ხო. ესე იგი და შემდეგ უკვე ახალც ესე იგი დღესაც შეიწირება, ხო, როგორც ჩვენ საუბრეთ ახლა, შეიწირება ტრაპეზზე პური და ღვინო, ხოლო საღვთო ლიტურგიაზე იგი ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაიქმნება.
ადამიანებიც ქრისტეს სისხლისა და ხორცის ესე ვთქვათ ხვევით საღვთო ბუნებას ვიზიარებით, რათა შემოვიდეს სახსასრულისა ჩვენისა საუფალი და სულიც ღვთის ტაძრად იქცეს. არა, ამხელა ბედნიერება წარმოიდგინეთ, უფალი შემდის შენ ცოდვილ სულში, ხო? ეს წარმოგიდგენიათ თქვენ, ან მე წარმომიდგენიათ რა არის? ანუ ფერფლად აქცევს ხო მასში ყოველგვარ უსჯულოებას და ადამიანის სულსაც ღვთის სახლად გარდაქმნის. შეიძლება ითქვას ასე რომ მაცხოვარმა თითქოს ანდერძა დაგვიტოვა ლიტურგიის აღსრულება და მისი ცხოვრების მომცემელი ეს სისხლისა და ხორცის თქვათ ხმევა. მეგობრებო, წირვა ლიტურგია ეს არის საკვირველი ნიჭია იესო ქრისტეს. ლიტურგია ეს თქვათ ხიდია მარადიული ცხოვრებისაკენ გადებული, ხო? გახსოვდეთ რომ ეს ანდერძია გთუნებავთ იესო ქრისტეს. შეუდექით ამ ოქროს ხიდს, რომელიც ჯოჯოხეთის ქვესკნელისაგან გიხსნით, ყურს ნუ უგდებთ საყვარელნო მათ, ვინც მაცხოვრის ბარძიმს გაურბის. ვიმეორებ, ეს არის იოანე კრონშტადტელის სიტყვები. ანუ მას კითხულობთ ჩვენ ახლა და ასე ვთქვათ, საუბრობთ თემებზე. ხო, საყვარელნო მათ, ვინც მაცხოვრის ბარძიმს ხო გაურბის, ხო ეს ესე ანუ უბედურები, ხო გზააბნეულები, საცოდავი ადამიანები არიან, რომლებიც ქრისტეს მდინარისაგან შორს მყოფნი ქვესკნელში ცვივიან. ჩემო ძვირფასებო, გიყვარდეთ საღვთო ლიტურგია. დაკარგულად თვლიდეთ თქვენი ცხოვრების იმ დღეებს, როცა ლიტურგიაზე დასწრება ვერ შეძელით. ეს განსაკუთრებით დღესასწაულებს ეხება. და მახსენდება სხვათა შორის მეგობრებო, რომ იცოდეთ ადრე რა ჩვენთან საქართველოში, თუ ესე იგი სამჯერ ზედიზედ გასდედი წირვას, ესე იგი სასჯელის სახით შენ ესე იგი ანუ არ გაზიარებდნენ მოკლედ ერთი წელი წარმოიდგინეთ და ეს იყო სასჯელი უზიარებლობა ერთი წელი წარმოიდგინეთ და ზოგი ესე იგი ადამიანი მხოლოდ ესე იგი წელიწადში ორჯერ დადის შობაზე და აღდგომას. წირვას ხო საღვთო ლიტურგია, ანუ სამყაროს ღერძია, როგორც ბორბალი ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, ჩვენ სამყაროსაც ასე ამოძრავებს საღვთო ლიტურგია. ის არის საფუძველი მთელი ცხოველი სამყაროსი, ხო და ეს რომ ასე არ იყოს, რომ არ იღებდეს ხო განწმენდას ამ უდიდესი საიდუმლოთი ღვთაებრივი გამოსისყიდით ამ საშინელი ქმედებით. ჩვენი საზარელი ცოდვილი სამყარო ხო სიბილწესა და უსჯულოებაში დანთქმებოდა. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიზაროთ, იმიტომ რომ ჯერ ესეთი უნდა ითქვას, რომ სიზარმაცეს არის ძალიან დიდი ცოდვა, ისე თქვა, სიზარმაცე მოყავს ეს ჯაჭვისავითაა, ხო, ერთი მეორე ცოდვა, მესამე, მეოთხე, მეხუთე და ესე რა, სიზარმაცე არის საშინელი ცოდვა, როგორც ეს თქვა, ეს სიამაყე, საერთოდ სიამაყე ეს არის სულის კიბო, ხო? და ამიტომ ვიაროთ შაბათ კვირას წირვა-ლოცვაზე არ დავიზაროთ, ხო? იცით ჩვენთან ეკლესიაში ყველა ესე იგი არის შაბათობით არის 4 საათზე ლოცვა, ზოგან 3 საათზე იწყება და კვირას როგორც ზემოთ აღნიშნეთ, დილის 9 საათზე ან ზოგან 10 საათზე არის. არ დავიზაროთ და გაიძულოთ ჩვენი თავი, ჩვენ წინააღმდეგ წავიდეთ ამ შემთხვევაში და აუცილებლად ეარეთ მეგობრებო, წირვაზე დაესწარით, წაიყვანეთ ბავშვები,
და ასწავლეთ ბავშვებს, რომ ესე იგი თამაში და რაღაც ყვირილი და ასე შემდეგ არ შეიძლება, უნდა მიაჩიოთ ნელ-ნელა ბავშვი, რომ ესე იგი დაესწროს, იდგეს წირვაზე და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ხშირად ჩააბარეთ ახსარება და ეზიარეთ. და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წირვის გამარტება მაქვს არღზე, შეგიძლიათ შებრძანდეთ, პირდაპირ ასე ქვია, წირვის გამარტება 5 თუ 6 ნაწილისგან არის და დეტალურად იქ არის აღწერილი გამარტება, ახსნა თუ რა, როგორ, რატომ, რისთვის და ასე შემდეგ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. გაიხარეთ.